თუ გაწუხებთ შფოთვა, დაღლილობა, გულისფრიალი, აუცილებლად შეიმოწმეთ ფერიტინი. ზუსტად რამდენიმე წუთის წინ დავასრულე პირადი მენტორინგი ჩემს ერთ-ერთ მომხმარებელთან, რომელსაც ფერიტინის დონე აღმოუჩნდა 6. ამ და სხვა ანალიზების აღება ვთხოვე გამომდინარე იქედან, რომ აწუხებდა ქრონიკული დაღლილობა, მოწყენილი მოშვებული სახე და ჩემი ვარაუდი აღმოჩნდა სწორი და მას მართლაც დეფიციტში ჰქონია ფერიტინი და მასთან ერთად კიდევ სხვა ბევრი პრობლემები. შეგახსენებთ, ფერიტინი არის რკინის მარაგი ორგანიზმში და როცა ის დაბალია, ტვინს აღარა აქვს რესურსი ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ამის შედეგია შფოთვა, გაღეზიანება, პანიკის მსგავსი შეგრძნებები, ზოგადი სისუსტე. ძალიან ბევრს გონია, რომ მსგავსი პრობლემები არის ფსიქოლოგიური, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მიზეზი ფიზიკურიც შეიძლება იყოს. ამიტომ, სანამ ბევრ თანხას გადაიხდით ფსიქიატრებთან და დალევთ ძალიან მძიმე პრეპარატებს და თან ეს სიმპტომები შენთვის ნაცნობია, აუცილებლად გადაიმოწმე ფერიტინი.